აი ცივ ჰაერზე რო გახვალ და ხვალება რო გეწყება. ან ცივ რამეს შეჭამ და სულ თქვა გიჭირს თითქოს რაღაც დროის განმავლობაში, ან უბრალოდ შედარებით გრილ ოთახში ხარ და დისკომფორტი გაქვს სუნთქვისას. ეს ყველაფერი ერთი მოვლენის ნაწილია, რომელსაც ბრონქების ჰიპერმგრძნობელობა ქვია. ვისაუბრებთ რატომ ვითარდება, რა უშველოთ, რამდენად საშიშია. ეხლა როცა ვამბობთ სიცივეს არ გულისხმობთ რომ მაინც -10 გრადუსი იყოს გარეთ. საკმარისია რომ ოთახის ტემპერატურაზე ცოტა ნაკლები იყოს, ანუ 15-17 გრადუსზე უფრო ქვევით რო იყოს, ადამიანს შეიძლება სუნთქვის დისკომფორტი ჰქონდეს. ეს იშვიათი არ არის. ადამიანების დაახლოებით 15-20%-ს აქვს ესეთი მდგომარეობა, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც ასთმისკენ მიდრეკილება აქვს, ან ასთმა აქვს. ასთმა ვისაც აქვს, იმათ 96%-ს აქვს ესეთი მდგომარეობა. ასევე ქრონიკული ბრონქიტი ვისაც აქვს, იმათაც მწვერვალებს განსაკუთრებით, ანუ სიცივეზე ხველა და სიცივეზე სიმპტომები უფრო ხშირად ემართებათ. და რა ახასიათებს რა სიმპტომები ყველაზე ხშირად ამ სიცივეს? ყველაზე ხშირი სიმპტომი არის ხველა. ხველა არის ძირითადად ცივ ჰაერზე რო გახვალ, მე მშრალი ხველა გეწყება, მალევე, ძალიან მალევე. ზოგ ადამიანს ცხვირში გაიჭედება და ცხვირიდან მოსდის, ან მხოლოდ ცხვირში გაიჭედება, ან მხოლოდ ცხვირიდან მოსდის. ზოგ ადამიანს ბევრი ლორწო წარმოექმნება ყელში და მე უნდა რომ ამოახველოს და უნდა რომ გაიწმინდოს ბრონქები. ეს შეგრძნება აქვს. რატომ ვითარდება ეგეთი შეგრძნებები? სიცივე მოკლედ აქტიურებს ნერვულ დაბოლოებებს ჩვენ სასუნთქ სისტემაში. სასუნთქ სისტემას მიეკუთვნება ცხვირიც და ბრონქებიც, ტრაქეა. და ეს გააქტიურებული ნერვები აქტიურებს ცდომილ ნერვს, რომელიც არის პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მთავარი წარმომადგენელი. ეხლა ეს ნერვული სისტემა მოკლედ თავისთვის უბერავს, არა ჩვენ არ გვეკითხება არაფერს და როცა ის გააქტიურდება, ეგ იწვევს ბრონქების შევიწროებას. ბრონქების შევიწროებას და ბრონქებიდან მეტი ლორწოს წარმოქმნას. ასევე მეტი გამონადენის წარმოქმნას ცხვირის ღრუში, ამიტომ შეგიმჩნევიათ ალბათ რომ გახვალ სიცივეში ცხვირიდან მოგდის პირდაპირ, ისე შეიძლება არც ხარ გაცებული, არც რამე, ეს ავტომატურად ხდება ბუნებრივად. ამას ქვია პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია და მისი რეაქციის შედეგია ეს. ამ ბრონქების შევიწროებას ჩვენ გრძნობთ. როგორ გრძნობთ? გრძნობთ როგორც მოჭერის შეგრძნება გულმკერდის მიდამოში და ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მოჭერის გრძნობა აქვს. ზოგჯერ თითქოს ტკივილის გრძნობაც აქვს. ზოგჯერ აქვს უკმარისობა სუნთქვის, რომ გონია რომ ვერ სუნთქავს კარგად. გონია რომ როგორც პატარა მილი რომ მოგცენა, იმ მილში ისუნთქეო. ესეთი შეგრძნება აქვს ადამიანს. ძალისხმევის დატანება უწევს თავისთვის, რომ ნორმალურად ისუნთქოს და უჭირს სუნთქვა და ეს სუნთქვა რო უჭირს, მნიშვნელოვნად მოქმედებს მერე ორგანიზმის კარგად ყოფნაზე. ეს სიმპტომები რამდენ ხანში იწყება და რამდენ ხანში მთავრდება? იწყება როგორც კი ცივ ჰაერზე მოხვდები 10 წუთის განმავლობაში, როგორც წესი იწყება ზოგჯერ უფრო ადრე, ზოგჯერ უფრო გვიან, მაგრამ ჯამში დაახლოებით სადღაც ეგრე და რამდენ ხანში გაქრება. გაქრება მალევე, როცა მაგალითად სითბოში შემოხვალ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ზოგ ადამიანებში არ ქრება და ეს სუნთქვის გაძნელება, დისკომფორტი შეიძლება საათების განმავლობაში გაგრძელდეს. ზოგ შემთხვევაში შეიძლება მთელი დღეც გაგრძელდეს. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეს თუ ესე ხდება, რადგან შესაძლებელია. ასევე თქვა ცივს რო შეჭამ, მალევე შეიძლება გულმკერდის მიდამოში ქონდეს მოჭერის შეგრძნება, ან დისკომფორტი, ან სუნთქვის დისკომფორტი, მაგრამ მალევე გაივლის, როგორც წესი, როცა სასუნთქის სისტემა გათვება. ან უბრალოდ როცა ცხელს დააყოლებ, თბილს დააყოლებ, გაივლის მალევე. და თუ ესეთი მაგალითად მგრძნობელობა მაქვს ესე სიცივის მიმართ, ეგ თუ ასუსტებს იმუნიტეტს და გრიპის და გაცივების რისკს ზრდის. ხო, გაგიგიათ რომ არ გახვიდე გარეთ სიცივეში, გაცივდები, ხო? ანუ ლოგიკურია.
პირდაპირი კავშირი დადგენილი არ არის ჯანმრთელ ადამიანებში მაგალითად რომ სიცივეში გასვლა და გაცება რადგან გაცებას და გრიპის ვირუსი იწვევს და ეს ვირუსი უნდა გადაეცეს ადამიანს როგორც წესი მაგრამ იმუნიტეტს ნამდვილად ასუსტებს სიცივეში სისხლძარღვები ვიწროვდება და ქსოვილების იმუნური სისტემით მომარაგება მცირდება და რა თქმა უნდა ვირუსები და ბაქტერიები უფრო ადვილად მრავლდებიან და ეს რა თქმა უნდა იმუნიტეტს ასუსტებს და იმუნიტეტის დასუსტებას გრძნობთ მე ჩვენ რომ ქარიან ამინში სიცივეში წვიმაში და ესე თუ გახვალ საღამოთი შეიძლება გრიპის და გაცების სიმპტომები გქონდეს ან მეორე დღეს და ეს ჩვეულებრივი ამბავია. კიდე არის მაგალითად გქონიათ ალბათ რომ გარეთ იყავი ცუდი ამინდში წვიმაში ან რაღაც შემოხვედი იქ შეგცივდა შემოხვედი და კიდე გცივა ან შეგრძნება გაქვს რომ თითქოს გაციებს გაკანკალებს და მე თითქოს სიცხე უნდა მოგცეს მაგრამ თუ გაიზომავ სიცხე არ გაქვს ეს რატო ხდება ეს ხდება იმიტომ რომ ჩვენ ორგანიზმში ჩვენ გვაქვს თერმოსტატი პირობითად არა ნამდვილი მაგრამ ნამდვილი თერმოსტატივით ფუნქციონირებს ამას ქვია ჰიპოთალამუსი ტვინში არის სტრუქტურა რომელიც ითავსებს ამ თერმოსტატის ფუნქციასაც სხვა ბევრ ფუნქციასთან ერთად და როცა ცივა ადამიანს ეს ჰიპოთალამუსი აგზავნის ორგანიზმში სიგნალს რომ სისხლძარღვები შევიწროვდეს რომ სითბო დაიზოგოს მოკლედ სითბო მიიმართოს ცენტრისკენ, ორგანიზმის ცენტრისკენ და არა კანზე, და ამიტომ რომ ხელები და ფეხები გვიცივდება. და როცა შედიხარ თბილ ტემპერატურაზე, ზოგჯერ არ ხდება ისე, რომ უცებ ადაპტირდეს ჰიპოთალამუსი ამ თბილ ტემპერატურასთან და აგვიანებს რეაქციას და ადამიანს მაინც შეიძლება მიუხედავად იმისა, რომ სითბოში შემოხვედი, მაინც შეიძლება ქონდეს შემცირების შეგრძნება, ან კანკალის შეგრძნება და ეგეთი სიმპტომები რაღაც დროის განმავლობაში. მე გაივლის რა თქმა უნდა ეგ ყველაფერი. კიდე შეგიმჩნევიათ ალბათ რომ ცივ ამინდში ან სიცივეში თუ მოგიწია ყოფნა ხშირად ჩარდავ და ეგეც არის რომ ხო არ არის რომ თირკმელები შემიცივდა თუ რას ნიშნავს ეგ როგორც წესი ეგ არ ნიშნავს თირკმელების შეცივებას როცა ცივ ამინდში ხარ და როგორც ვთქვით რომ კანს ცივა სისხლძარღვები ვიწროვდება სითბო და სისხლი მიემართება ცენტრისკენ რომ გადამისამართება ეს ბევრი სისხლი ორგანიზმი აღიქვავს ამას როგორც სითხის მომატებას სისხლძარღვებში და სითხის მომატების სარეგულირო რა გვაქვს თირკმელები და გამოიყოფა ნატრიურეზული პეპტიდი ჰორმონი რომელიც შარდვას იწვევს მოკლედ და ადამიანი შარდავს უფრო ხშირად ამიტომ არის რომ როცა სიცივეა მე ხშირად შარდავს ადამიანი როცა შეცივდება და ამბობენ ხოლმე შეგცივდა და იმიტომ ან ფეხები ცივა გქონდა და მაგიტო დაგემართა ადამიანები რომლებიც ვთქვათ აი ბიჭები უფრო გოგოებიც ალბათ მაგრამ ბიჭებზე უფრო მეტად არის რომ ვთქვათ აი რო გაიხდიან და ისე რომ დადიან ზედას გარეშე თუკი ცოტახანი ივლისის ორი ადამიანი აიღო ხო ერთი ადამიანი შეუძლია მთელი დღე იაროს ზედის გარეშე და არაფერი და მეორე ადამიანს სუნთქვის დისკომფორტი ეწყება მალევე ეგ არ ნიშნავს იმას რა თქმა უნდა რომ ეს ადამიანი გადაცივდა ეს ნიშნავს იმას რომ აი ჰიპერმგრძნობიარე ბრონქები აქვს სიცივის მიმართ და სიმპტომები ეწყება სუნთქვა უჭირს და ესეთი სიმპტომები ამიტომ არის რომ ზოგი ადამიანები არიან რომელსაც აი სუნთქვის დისკომფორტი ეწყება თუკი მაგალითად ზედა ნაწილზე გახდილი აქვს და ისე დადის გარეთ და აი ზაფხულის დღეებშიც კი თუნდაც თუ ძალიან არ ცხელა თორე თუ ძალიან ცხელა ახლა რა თქმა უნდა ან თუ სხეულის ტემპერატურაზე უფრო ან მიახლოებულად ცხელა გარშემო როგორც წესი ეგ სიმპტომები ადამიანს არ ემართება. უმეტესად აი სიცივით გამოწვეული ბრონქების შეკუმშვა და ეს სუნთქვის გაძნელება ან ხველა ეგენი ემართება, როცა ტემპერატურა როგორც წესი 18 გრადუს ქვევით არის. თავის ტკივილი კიდე ზოგი ადამიანი ამბობს, რომ აი სიცივეში თუ გავდივარ, მე თავი მტკივდება, ან ქარში თუ გავედი, თავი მტკივდება. ეგ სიცივეში გასვლა ან ეს არ ნიშნავს იმას რომ ტვინზე მოქმედებს და თავის ტკივილს იწვევს ბავშვებსაც ემართებათ ეგრე უფრო მეტად არის მკვეთრი ცვლილება ტემპერატურის აღიზიანებს სამწვერა ნერვს მოკლედ და ეს სამწვერა ნერვის გაღიზიანებას ორგანიზმი აღიქვავს როგორც თავის ტკივილად და უფრო ეგ არის მიზეზი და არა ის რომ ეს ანუ სიცივეს მოკლედ ახასიათებს ეგეც რომ ნერვს რო აღიზიანებს
გაიზიანებს ეს ნერვი, მე სახის ნერვია მოკლედ და თავის ტვინსაც აინერვირებს, თავის ნაწილსაც აინერვირებს და ამას ადამიანი როგორც თავის ტკივილად აღიქვას, მოკლედ ესეც ჩვეულებრივი ამბავია. კიდე არის კითხვა, რომ რამდენად თბილად უნდა ჩავიცვა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ მოძრაობ. თუ მოძრავი ადამიანი ხარ, ყოველთვის ჯობია რომ ნაკლებად თბილად გეცვას, თუ უძრავი ადამიანი ხარ და გცივა ძალიან, მაშინ ჯობია რომ თბილად გეცვას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგას, რადგან თუ მოძრავი ადამიანი ხარ, ძალიან თბილად გაუფლიანდები, მე გაუფლიანებისას გაიჟღენთება ტენით ტანსაცმელი, მე ტანსაცმელი დაიწყეს აორთქლებას, სითხე რა თქმა უნდა და ადამიანი დაიწყეს სითხის დაკარგვას ძალიან აჩქარებულად, სითბოს დაკარგვას ძალიან აჩქარებულად და ამას ეგ კიდევ უფრო ორგანიზმის გადაციებას იწვევს. ამიტომ თუ მოძრავი ადამიანი ხარ, მაშინ ძალიან თბილად ჩაცმა არ არის სწორი, თუ იცი რომ იმოძრავებ და იმ დღეს უნდა იმოძრავო და თუ კი ძალიან ნაზად მოძრავობ ან არ მოძრავობ, მაშინ ჯობია თბილად გეცვას, რომ ორგანიზმმა შეინარჩუნოს სითბო. ყოველთვის ჯობია კიდე რომ ფენებად ეცვას ადამიანს, რადგან თუ დაცხება გაიხდის, ანუ იმას რომ ერთი სქელი რამე გეცვას, ჯობია რომ ორი თხელი გეცვას მაგალითად. ასევე მარტივი პრინციპი, როცა გარეთ გადის ადამიანი, არის რომ რამდენიმე ფენა, თუ სიცივეაზე საუბარი ამ შემთხვევაში, ისეთის ჩაცმა, რომლის გახდაც შესაძლებელია, შემოსაცმელი უნდა იყოს ისეთი, რომელიც ქარს არ ატარებს. ყოველთვის სასურველია, რომ ეგეთი შემოსაცმელი გეცვათ გარედან, მით უმეტეს გარეთ თუ ქარია და ცივა. ხო, ამ ვიდეოს იმიტომ წერ ახლა ესე რომ ვინაიდან არასტაბილური ამინდებია, ახლა განსაკუთრებით ადამიანებს აქვთ ხოლმე ის, რომ რაღაც მატყუ არ ამინდები, მე რამდენჯერმე იცვლება ამინდი, სიცივეები, სიცხეს მონაცვლეობაა და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით გრძნობენ ხოლმე ადამიანები აი ამ სიმპტომებთან, ემატება ხოლმე კიდე ალერგია, სეზონური ალერგია. ადამიანების ნაწილს აქვს სეზონური ალერგია, რომელიც აი რო გადიხარ გარეთ და ეგრევე ცემინება რო გეწყება. სეზონური ალერგიის ნიშანია როგორც წესი და გაზაფხულზე როცა ყვავის ეს ყვავილები და რაღაცები, მტვერი, მაგაზე მაგის მიმართ ვითარდება ალერგია და ამიტომ რომ ადამიანებს სუნთქვის სიმპტომები ეწყება, ცხვირიდან ჩამონადენი, თვალებიდან ჩამონადენი და მე განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან, მით უმეტეს სიცივით გამოწვეული ბრონქოსპაზმს დამატებული ალერგია, ანუ ორივე ერთად ძალიან შემაწუხებელია და ამიტომ არის რომ გაზაფხულზე და შემოდგომაზე უფრო მეტად გრძნობენ ხოლმე ადამიანები ასეთ პრობლემებს. კიდე არის კითხვა, რომ ახლა არ ჯობია ესეთ დროს რომ მაგალითად ვიცხოვრო თბილ ქვეყანაში, სადაც ძალიან თბილა, მაგალითად სამხრეთ აზიაში თუ ვისაც ეგეთ ქვეყნების ან არ აქვს მნიშვნელობა თუ მინდა სამხრეთში მოკლედ რა სამხრეთის ქვეყნებში სუნთქვის პრობლემების გამო ესე რომ ვთქვათ სიცივიანი და ცივი ქვეყნები არ არის სასურველი, ეგ ცალსახად ფაქტია, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ძალიან თბილი და ნესტიანი ქვეყნებიც მაგალითად და იმიტომ მოვიყვანე სამხრეთ აზია, მაგალითად რომ ძალიან თბილ ქვეყნებში თუ ცხოვრობ, დაახლოებით ადამიანებს 40% დაახლოებით ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვს, ეგეთ თბილ ქვეყნებში ცხოვრება არ უხდება, მოკლედ მაღალი ტენის გამო. თუ მაღალი ტენი არ არის და უბრალოდ თბილი ქვეყანა, მაშინ კარგია და თუ მაგის საშუალება არის, უბრალოდ ეგეთი ქვეყნები ხა ახლო აღმოსავლეთი არის აქ ახლო და ნუ ამერიკაში ვინც ცხოვრობს, ცოტა ქვევით ეგენი კიდე. ხო, ან სამხრეთ აზიაში, რომელიც ძალიან ტენიანია ასევე. ევროპაში ახლა მთები და შვეიცარია და ეს უფრო სიცივეებია და ან სიცივე სადაც არის, იქ ეს ბრონქოსპაზმი უფრო ძლიერია. ისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ აი ეს სიცივით გამოწვეული ბრონქოსპაზმი ავიცილოთ თავიდან. ერთი მთავარი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ნიღბით ვიაროთ, ან ნიღაბი რეალურად აკავებს ჰაერს და შედარებით თბილი ჰაერი შედის ჩვენს ორგანიზმში. მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რომ არ ვისუნთქოთ პირით და ვისუნთქოთ ცხვირით. სიცივეში თუ გავდივართ, არ ვილაპარაკოთ ბევრი, იმიტომ რომ პირის სუნთქვა გვიწევს და პირდაპირ ბრონქებს
ხვდება ეს ცივი ჰაერი და აღიზიანებს ბრონქებს და ამიტომ მჯობია რომ ყოველთვის ცხვირით ისუნთქო. თუ სპორტით ხარ დაკავებული განსაკუთრებით, მთავარი რჩევა მაგ დროს არის ხოლმე რომ ცხვირით ისუნთქო და მეტიც მაგალითად ათლეტები რომ არიან ზამთრის სპორტის ათლეტები, მაგათ თითქმის 30%-ს აქვს სუნთქვის პრობლემები. ზუსტად მაგიტომ რომ უწევთ ბევრი ცივი ჰაერის შესუნთქვა და აი ეს გულმკერდის მიდამოში მოჭერის შეგრძნება, სუნთქვის პრობლემები და ბრონქების ჰიპერრეაქტიულობა მნიშვნელოვანი პრობლემაა მაგათთვის. მნიშვნელობას გულისხმობ იმდენად რომ ხელს უშლით რეალურად სპორტშიც და ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც და გაზომვადია ეს პრობლემა. ამდენად მნიშვნელოვანია. ამიტომ თუ სპორტსმენი ხარ განსაკუთრებით და თუ ცივა-მინდებში და სიცივეში გიწევს ვარჯიში, განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო პირით არ ისუნთქოს ადამიანმა, თუმცა 100%-ით პრევენცია ვერ მოხერხდება, რა თქმა უნდა. ასევე ერთ-ერთი მეთოდი არის რომ შარფი და სახელზე რომ მოიხვიო რა მიიდო, ისე მსუბუქად არ უნდა დაიხშოს რა თქმა უნდა ადამიანი, ისე რომ თბილი ჰაერი ისუნთქოს ადამიანმა, ეგეც ერთ-ერთი გამოსავალია. გარეთ სიცივეში გასვლის წინ გახურებაც მნიშვნელოვანია, მაგალითად ან პირდაპირ კი არ წარმოდგე და გახვიდე სიცივეში, არამედ იმოძრაო სახლის ოთახის გარემოში იმოძრაო, ორგანიზმი გახურდეს, ბრონქები გაფართოვდეს და მერე თუ გავა ადამიანი, ნაკლები შანსია რომ სიცივით გამოწვეული ბრონქოსპაზმი ქონდეს. ასევე სალბუტამოლის გამოყენება შესასხურება საინჰალაციო, ანუ უნდა შესასუნთქი სალბუტამოლი. ეგ იმ შემთხვევაშია ეფექტური ადამიანები, რომელთაც ასთმისკენ ძლიერად მიდრეკილები არიან და სერიოზული ბრონქოსპაზმი ვისაც აქვს, შეისუნთქავენ მოკლედ ამ სალბუტამოლს და შემდეგ კარგად გრძნობენ თავს 10-იან 15 წუთით ადრე სამ გარეთ გახვალ, სამ სიცივეში გარეთ გახვალ. ანუ სიცივე აქ მთავარი სიტყვა რეალურად, ანუ სიცივეა ყველა შემთხვევაში მთავარი სიტყვა. და ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც ფიზიკური აქტივობის მერე ემართებათ კიდე ეს ბრონქოსპაზმი. ფიზიკური აქტივობის მერე მაგალითად სპორტსმენი ან თუ ვარჯიშობ რა, ვარჯიშის მერე რომ სუნთქვა უჭირს ადამიანს, შეიძლება რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდეს. ფიზიკურ აქტივობას რომ დაამთავრებენ, დაახლოებით 15-20 წუთში ეწყებათ, მოკლედ სუნთქვის გაძნელება და რამდენიმე ხანი, რამდენიმე საათი შეიძლება გაგრძელდეს, ესეც შესაძლებელი. ამიტომ მნიშვნელობა აქვს მოკლედ გახურებას, რომ ორგანიზმი გაახურო, ასევე ორგანიზმის ვარჯიშის შეწყვეტაც ერთბაშად არ არის სასურველი და ჯობია რომ ნელა შეწყვეტო ვარჯიში. ოთახში ტემპერატურა იყოს 18 გრადუსზე მეტი და ოთახში დამატენიანებლის გამოყენებაც მნიშვნელოვანია 30-დან 50%-მდე უნდა იყოს ოთახში ტენიანობა იმისთვის რომ ბრონქებისთვის იყოს ოპტიმალური გარემო და თქვენი ფილტვებისთვის. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დაალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, ეგ იქნება თქვენი მხრიდან სოლიდარობის გამოხატულება. ასევე თუ რამე საინტერესო თემების იდეები გექნებათ, შეგიძლიათ კომენტარებში დამიწეროთ, ან რამე ისეთი, ხო, ძალიან სპეციფიურ კითხვებზე ვისაც შეგვიძლია ხოლმე პასუხობ, ანუ ვისაც არ შემიძლია ვერ პასუხობ, ან რომელიც ვერ ვნახე ხოლმე, მაგრამ ანუ სპეციფიურ თემებზე ვიდეოს გაკეთება ისეთია ცოტა, ანუ განა არ შეიძლება, მაგრამ როცა ფართო აუდიტორიას არ აინტერესებს, არ აქვს ხოლმე მე იმას ნახვები და როცა ნახვები არ აქვს YouTube-იც არ ნიჭებს პრიორიტეტს და ანუ ამიტომ ისეთი თემები თუ კი გაქვთ ისეთი იდეები, რომელი თემებიც ფართო აუდიტორიას აინტერესებს, მაგაზე თუ გააკეთებთ აქცენტს, მნიშვნელოვანი იქნება და სასარგებლო იქნება ყველასთვის. შესაბამისად, აი ეგ განსაკუთრებით ეგეთ თემებზე აქცენტის გაკეთება იქნება ჩემი აზრით სწორი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა მოკლედ, მადლობა თქვენი ინტერესისთვის და ვაფასებ გულწრფელად თქვენს მხარდაჭერას.